რა მოლოდინი არსებობს სპეციალისტებში, ანუ მართლაც შეიძლება რომ ორმა კლასმა ერთად დაამთავროს, თქვათ მე-11-მ და მე-12-მ და ნაცვლად თქვათ 40,000 აბიტურიენტისა ერთად ყავდეს 80,000 აბიტურიენტი და შემცირებული ადგილებით შეხვდნენ უნივერსიტეტები. სხვანაირად ვერ გადავდნენ მე-11 კლასი. ანუ 11 კლასიან სისტემაზე რო გადავიდნენ, უბრალოდ მე-12 კლასს უნდა დაამთავრებინონ და იმავე წელს მე-11-ის უნდა დაამთავრებინონ, იმიტომ რომ ამ მე-11-ის ხო აღარ გადაიყვნენ მე-12-ში. ანუ გამოვა რომ ორმა კლასმა უნდა დაამთავროს ერთდროულად. რაც ნიშნავს, რომ მართლა 80,000 აბიტურიენტი იქნება და ადგილებიც რო იგივე დარჩეს, იქნება 31,000 ჩააბარეს დაახლოებით და იქნება 80,000 განსხვავებით იმისი, რომ იყო 51,000 და ჩააბარა 31,000-მა. რაც ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება კონკურსი, რაც ნიშნავს იმას, რომ თვითონ ეს იდეა, რომ რაღაცა სკოლას დაუბრუნოთ თითქოს რაღაცა ღირებულება, რა სკოლაში რაღაც აზრი ქონდეს. პირიქით უბრალოდ აღარგავს. ანუ იმ შემთხვევაში თუ გაიზრდება კონკურსი და გაიზრდება ეს ინტერესი, რომ რა შევა წარმატებულად აჯობ სხვას ამ კონკურსში. მე მარტო მე-12 კლასში, ანუ მაშინ მარტო მე-11 კლასში კი აღარ იქნება პრობლემა სიარულს. მე-10 კლასშიც გახდება პრობლემა, იმიტომ რომ უფრო ადრე დაიწყებენ მომზადებას.